ბოლოკ ნახე, ერეკლე მეორის დროინდელი მონეტა. ზემოთ ვიპოვე კიბეს. აი და ვერცხლისა, ქართული თეთრი. ვერცხლის არა ისა, დაჯი. შტერო, წარწერა აქვს, ნახე თუ არ გჯერა. მიდიო. ლევან, უყურე ქართული მონეტა. აუ მაშინ. გოისკოლო, ერეკლე მეორის დროინდელი მონეტა. ცილინდ. აი, უაითქეს პატრონს რა ახალგაზრდა იძდებით. სემური დაგვეკარგა. თემურ! ერთხელ გიდევ. თემურ! წავდი. დივარ! ჩალა. სკოლაში. ლევან, პაპიროსი გამობოდოთ რა. აზბეგი ქონია. გამდიდრებულ ხარ. იცის ბიჭმა. რატო არ ეწევი? არ მინდა და იმიტომ. პითაგორი არ ეწეოდა და იმიტომ. შენ ფეხი. რაღა პითაგორის ბაძა ბიჭო, ჩვენ მოგბაძ. პითაგორეთი ვარ ახლა ჩვენ პითაგორის ნაკლები, ეგა თქვი? რაც პითაგორე ვიცოდა, ჩვენც ვიცით. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით დარვინის, ნიუტონის, კოპერნიკის. ვოლტისა და ომის კანონები. შენ პითაგორე ვიცოდა ბიჭო ამდენი? პითაგორე ვიცით კი არ იცოდა, რომ წყალი შედგება წყალმადის ორი ატომისაგან R-შორი. და შენგვადისაგან O. ყოფილვარ თუ არა შენ პითაგორის დიდი, ყოფილვარ თუ არა? არა. თქვენ ხომ იცით რომ იყო ასეთი კაცი პითაგორე? დაუშვათ. რამდენიმე საუკუნის მერე ვინმეს ეწოდინება რომ თქვენ არსებობდით? ეწოდინებათ კაცო, რატომაც არ ეწოდინებათ? ეწოდინებათ არა ისა. პითაგორის ხნის რო გავხდებით, შეიძლება ჩვენ მეტიც გავაკეთოთ. აბა ვინ იტყვის? ერთ-ორ თქმალს მეტი ძალა აქვს თუ ორს? გააჩნია რა შემთხვევაში? აფრეზე პატრონო. როგორ? ეს კიდევ სალაპარაკოა? ერთ-ორ თქმალს ექნება მეტი ძალა თუ ორს? გააჩნია რა შემთხვევაში? რა თქვია გააჩნია ორ თქმალს რა მეტი ძალა ექნება მას რა ლაპარაკი უნდა? გააჩნია. აბა კარგად დაფიქრდი. ერთ-ორ თქმალს მეტი ძალა აქვს თუ ორს? ორს. ავდექით ახლა, ავდექით. ის ყოლფა გაიბარა. ულაშავიანო, შეიძლება იყოს შევთხოვოთ და ერთ-ორ თვალს მეტი ძალა ექნება ვიდრე ორს. შედიძებ შეგოგრაში. ახე კაცო. ბიჭებო, ეხლა ნახავთ სეირს. მოვიდა! და მეათე B კლასი აღარ იარსებებს. მეათე B კლასი კი იარსებებს, მაგრამ იქ სხვები იქნებიან. იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსაც, მაო. ბუნებაში ყველაფერი რომ არ იცვლებოდეს, მაშინ ამ ქვეყნა ჩემო კარგო არც გაჩნდებოდი. ომარ ხაიამ? შენ ალბათ ფიზიკო-მათემატიკურზე ჩააბარე. შენ კიდევ კონსერვატორიაში. რამოდენიმე წლის შემდეგ გაივლით ქუჩებში და დაინახავთ აფიშას. სახელგანთქმული მუსიკოსი ნათელა ბუაჩიძე. პროგრამაშია ბრამსი, შოპენი, ბეთჰოვენი. ყველა ბილეთი გაყიდულია. აბა ვინ წუს მე რომელ ინსტიტუტში ვაბარე? შენ? მე. აგრონომიულზე. სად? აგრონომიულზე. დიდი მეცნიერული შრომის შემდეგ გამოიყვა ბოლოკის ახალ ჯიშს. აი, ამოდენას. რა ხომ არა ხარ? აგრონომიულზე მე შევდივარ.
ყოფილ ხარ თქვენ სვანეთში? იცით რა სილამაზეა? თეთრი კოშკები, ზემოდან უშბა დახურეთ. ნათესები ისეთ ფერდობებზეა, კაცი ფეხს ვერ მოიკიდებს. ოღონდ ესაა მოსავალი ძალიან ცივი. ეს რაღა გამოვიდა. სულ უნდა დავშორდეთ ერთმანეთს. სულ რატომ უნდა დავშორდეთ? შეიძლება შეხვდებით ხოლმე. დაბადების დღეს ან რაიმე დღესასწაული. გაჭირვებაში ერთად უნდა ვიყოთ. გაჭირვებაში მე ხმამაძნეთ სვანეთში და მაშინვე თქვენთან გავჩდები. არაფერი არ დამაკავებს. მოკლედ, წინ საინტერესო ამბები გველის. წინ ჯერჯერობით გამოცდა გველის. ჩავაბარებთ გამოცდას, ნუ გეშინია. ისე უნდა ვიცხოვროთ. ჩვენზე სიმღერა ან წიგნი დაწერო. აბა, ვისაც ამდენი გაქვს ჩამოყაჭეთ. თქვენ მაგას გადაულოცოთ. შენ არ გინდა ბიჭო. შენ გვეყოფა? ცოტა. აზარში აი ასე გვეყოფა. მე გეკითხებით, რამდენი მეომარი ყავდა? მე ფერეკლეს ასპინძის ამის წინ. რა შენ ძველი ძნელი? რა არის ძველი? სულ ახალი ჩადებულია. კილო 4 თუმანი. თუ 20 მანეთი გინდა? კეთდეკერგე. წამო რა. მოეშ. შიდეთ, ახლავე. ბიაჭემ, ჩვენი ზმაკაცი ხვალ ფრონტზე მიდის. მაგისტრის გვინდა ჩვენთვის კი არა. მე მაგისთანაც 3 მყავს იქ. რა ღირსნილი. 4 თუმანი. აგიჯანო? ხო, 1 კილოა მიწა. მოიდა. იგი 20 მანეთად წდიან. სადაშვილო? აგეიქ. სად? აგეიქ. თან თამაზე უკვე შეწნილია. აჰა, ცოტა მეტიცა. გაიარე. აქვე გებერა, ეს ბაზარი ყოლასია. ერთი ამას დამიხე. გაიარე მეთქი. აქვე გები. რამდენი გინდა? აქ რაც არა. აჰა, ოღონდ მომშორ.